სამოქალაქო წინააღმდეგობის მოძრაობა რატომ რიყის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობას აპროტესტებს? აქციის ორგანიზატორების განცხადებით მშენებლობის შესახებ კანონის ყველა ძირითადი პუნქტი დარღვეულია. მშენებლობა საზოგადოებისგან მალულად მიმდინარეობს. ჩვენ პროტესტს ვაცხადებთ იმ უკანონობაზე, რაც ხდება რიყეზე. ეს არის დანაშაული, რაც მიმდინარეობს ამ ისტორიულ ზონაში. ჩვენ არ დაუშვებთ ამ უკანონო მშენებლობას. ყოველგვარი კანონდარღვევით მიმდინარეობს. ამ მშენებლობას არ გაუვლია არანაირი კანონიერი პროცედურა. ეს ყველაფერი მიმდინარეობს წინასაარჩევნოდ გიგი უგულავას პიარისთვის. ჩვენ ვითხოვთ დაუყოვნებლივ საზოგადოებრივ განხილვას. ჩვენ ვიცავთ თბილისს. მოძრაობა რატომ მისწერებმა მათ მიერ მოპოვებული აღნიშნული პროექტების მაკეტები წარმოადგენეს. აქციის ორგანიზატორები მშენებლობის დაუყოვნებლივ შეწყვეტეს. აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით საჯარო დისკუსიის გამართვასა და ქალაქის ზედამხედველობის ინსპექციისგან შესაბამისი საკანონმდებლო სანქციის გამოყენებით დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვენ. ვაპროტესტებთ უკანონო მშენებლობას რიყეზე. იცით მოძრაობა რატომ ორი კვირის უკან დაიწყო კამპანია ასეთ ამ მშენებლობის შეჩერების. მოვითხოთ, ჩვენ გვაქვს ყველაზე სამი ძირითადი მოთხოვნა. პირველი, შეჩერდეს უკანონო მშენებლობა. მეორე, მოხდეს საზოგადოებრივი განხილვა, საზოგადოების შარევა, რაც კანონით ავალდებულებს მშენებელს, ნებისმიერ მშენებელს აუცილებელია იყოს საზოგადოებრივი განხილვა, რომ კომპანიამ ორი თვით ადრე უნდა იქირაოს პავილიონი, გამოაკრას შიგნით მაკეტი და საზოგადოება მიიღოს განხილვა. აი ამის შემდეგ უნდა მოხდეს, ამის შემდეგ უნდა დაიწყოს მშენებლობა. იტალიური, იაპონური ძალიან ბევრი კომპანია მუშაობს ამ პროექტი. თქვენ გადმოგეცემათ მასალა, სადაც მათ ოფიციალურ ვებგვერდებზე არის ჯორჯია რიყე. მოძრაობა რატომის აქციას სოლიდარობა გამოუცხადა და შეუერთდა თბილისის ამქრისთან ფუძნებელი და ჟურნალისტი ალეკო ელისაშვილი, რომელიც მშენებლობის პროცესში კანონდარღვევებზე ამახვილებს ყურადღებას და მერიისგან მშენებლობის სასწრაფოდ შეჩერებას მოითხოვს. მე უერთები აქციას, რომელიც მოძრაობა რატომის მიერ არის ორგანიზებული. ვაპროტესტებ არა იმას, რა შენდება და როგორ შენდება. ეს რა თქმა უნდა თავისთავად. პირველ რიგში უკანონობას. რომ აბსოლუტურად იგნორირებულია კანონის ყველა მოთხოვნა და მე სად რას აშენებენ. შუშის არქიტექტურა არის არათუ გუშინდელი დღე, არამედ გუშინწინდელი დღე მსოფლიო არქიტექტურაში. ჩვენთან საუბრისას მშენებლებმა საკუთარი ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავეს და რიყეზე ყოველგვარი მშენებლობა უარყვეს. მათი თქმით, იქ მხოლოდ მდინარის კედლის მდგრადობის კვლევა მიმდინარეობს. აი კედლის მდინარის კედლის კვლევას. ანუ გარანაირი მშენებლობა არ მიმდინარეობს. მეორე მხარეს რა მიმდინარეობს? ჯერჯერობით ვიკვლევთ, ა? ხო. მეორე მხარეს არ ვიცი რა ხდება. ეს ბანერი შევზღუდეთ, გზა რომ კვლევა ვაწარმოოთ რა. ანუ კვლევას აწარმოებთ, ხო?